დრო ჟამი არ ყოფილა რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ზეწოლა არ ყოფილიყო ეკლესიაზე და განსაკუთრებით პატრიარქს. წნეხი სულ იყო. თქვენ საბოლოო ჯამში ხვდებით მღვდელმთავრად ძალიან ცხელ წერტილში. ფაქტობრივად ომის დროს ჩადიხართ. იური იგივე გიორგი ანოა წამებით მოკლეს. თავიანთი კაციც ანუ აფხაზი რომელმაც უღალატა მათი აზრით აფხაზებს რახან ქართველებთან ურთიერთობა არ გაწყვიტა. 27-ში გითხრეს რომ სოხუმი დაეცა და შეუდექით აი ამ ჭუბერის უღელტეხილის გზას რომელიც ძალიან მძიმე იყო. თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართულ მხარეს. ხო და აფხაზებს თვითმფრინავები არ ყავდათ. აფხაზეთში ჩასვლა და მოლოცვა არ უცდია პატრიარქს მის შემდეგ. ომის დაწყებამდე 2-3 წლით ადრე პატრიარქი იყო ჩასული აფხაზეთში და იქ აი ძლივს გადარჩა. როგორი უნდა იყოს მომავალი? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ როგორც მღვდელმთავარს? რომელიც ამავდროულად პატრიარქობის კანდიდატიც იყო.